დაღლოცოს და მრავალს დავგასწრებს გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმას რომ ზოგს არ გვინახებე პირველად ნახე პიწვის დაძარი და მადლობა ღმერთს ამისთვის. ღმერთმა ინებოს რომ აი ესე უგალობოთ ღმერთს სასუფეველშიც და შევხვდეთ პირისპირ მთავარანგელოზ გაბრიელსაც და წმინდა ნიკოლოზსაც. ეს არის მოზრდილი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. მე-12-13 საუკუნის მიჯნა ნამდვილად მიჯნაზე აგებული, მას არქიტექტურული მასებითაც და მასათა განაწილებითაც ეტყობა ძალიან კარგად აი ამ ინტერიერის განაწილებითა და აგებით, რომ მე-12-13 საუკუნის მიჯნა და არა მე-11 საუკუნის დასაწყისი თუნდაც, რომელშიც სულ ახლახანს ვიყავით ჩვენ. აი თუნდაც იმიტომ ძალიან მოკლედ გეტყვით რა ეს არის პერიოდი და ანუ ეტაპი მე-12-13 საუკუნეების ეს თამარ მეფის ხანა შემოკარგება ბატონებო, მაგრამ თამარ მეფის პერიოდში აი მე-12 საუკუნის ბოლოს კედლის მხატვრობა აღწევს ზენიტს, თორე არქიტექტურა ნელ-ნელა იმწრობა. ანუ უფრო მაღალი, ყველაზე მაღალი დონის არქიტექტურა, რომელიც აღწევს თავის აპოგეას საქართველოში, არის მე-11 საუკუნე მთლიანად, საუკუნის დასაწყისიდან საუკუნის ბოლომდე. შესაბამისად, კედლის მხატვრობა კი ნამდვილად რა მოგახსენოთ, ახლა შეიძლება სხვადასხვა ხტები აქეთ-იქეთ, მაგრამ კედლის ძალიან აღფრთოვანებული ვარ, 1000-ჯერაც რომ ვნახო, კედლის მხატვრობა არის მე-12-13 საუკუნის მიჯნის ნამდვილად. აგერ პაატამაც ახსენა, რომ დიდი ოდენობით არის გამოყენებული ულტრამარინი, რაც არ გამოიყენება პრინციპში ზოგადად ასეთი დიდი ოდენობით ერთ ტაძარში გამოყენება ულტრამარინის, ანუ ფრესკებში, იმიტომ რომ აბსოლუტურად გამა და დომინანტი ფერი არის, როგორც ხედავთ, ულტრამარინი, ეს ლურჯ ფერზე ალაპარაკი დიახ, და ზოგადად ძალიან მაღალი დონის კედლის მხატვრობა, ანუ საქმე გვაქვს საქართველოს კულტურაში და ხელოვნებაში ორთოდოქს მხატვრობის ერთ-ერთ შედევრთან, უმაღლეს ნიმუშთან, შეიძლება ითქვას ერთ-ერთ უმაღლეს ნიმუშთან.
ნამდვილად არის მე-12 და მე-13 საუკუნეების მიჯნა. ეს არის აგებული დაკვეთილი თამარ მეფის ვეზირის ანტონ გლოვისთანიძის იყო ასეთი ადამიანი, რომლის ფრესკული გამოსახულება აგერა გრძივი კედლებზე, გრძივი კედლები არის ჩრდილოეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების ქვედა რეგისტრები დათმობილი აქვს ქტიტორთა ფიგურებს. საერთოდ ზოგადად თუ ტაძრებში ქტიტორები იკითხება, ისედაც ქვედა რეგისტრებში არიან. ანუ რაც უფრო დაბალზეა, მით უფრო უახლოვდები ქტიტორს, რაც უფრო ზემოთ იწევს რეგისტრი, მით უფრო მაღალი რანგის იერარქიულად წმინდანები იერარქია იზრდება. შესაბამისად, ეს გლოვისთანიძის ფრესკული გამოსახულება არის სამხრეთის მხარეს და რაც შეეხება ჩრდილოეთის მხარეს, აქ არის საქართველოს სამეფო ოჯახის პორტრეტები. ეს არის ლაშა გიორგის, გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ტაძარი, სადაც გვაქვს ჩვენ ეს ბაგრატიონთა, აი ამ ძალიან დიდი ბაგრატიონთა შტოს, სამეფო შტოს, აი ამ დიდი წარმომადგენლების პორტრეტები. ეხლა უბრალოდ რა მინდა გითხრათ მოკლედ, რომ აი აქ რა ხდება არქიტექტურული თვალსაზრისით, ანუ ზოგადად არქიტექტურა შედარებით იმცროფა სამთავისთან მიმართებით თუ ვიგულისხმებთ, ამ დღევანდელ ჩვენ გამოსვლას გულისხმობ, იმიტომ რომ აი ეს 4 სვეტი რა ხდება, ახლა გეტყვით, გუმბათქვეშა სივრცე ტაძარი არის დიდი, უფრო დიდი ზომის, ანუ რაღაცა და ის საკათედროობას, ასე ვთქვათ, საკათედრო ფორმატში ჯდება, თუ ის არის მოზრდილი ზომის. გუმბათი, როცა ადგას 4 გუმბათქვეშა ბურჯს, ასეთ შემთხვევაში ხდება და კეთდება ძალიან დიდი გუმბათქვეშა სივრცე. სამთავისი ამას აკეთებს, სვეტი ცხოველი ამას აკეთებს უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ სვეტი ცხოველის 4-ვე გუმბათქვეშა სვეტი, რომელზედაც გუმბათი ეყრდნობა, გუმბათქვეშა სვეტების გარშემო ძალიან დიდი გარშემოსავლელია. შესაბამისად, გრანდიოზულ შიდა სივრცეს ხსნის სვეტი ცხოველი. სამთავისი ცოტას ამოკლებს აი ამ შიდა სივრცეს და როგორ ამოკლებს, გეტყვით, ახალი ტიპი შექმნა. მან კიდევ თავის სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, ეს დეკორის დეტალებიც არის და არქიტექტურული დეტალები, ანუ მისი სივრცის დამოკლება ესე მოახდინა ნელ-ნელა. ანუ აღმოსავლეთით მდგარი 2 გუმბათქვეშა ბურჯი ნელ-ნელა მიუახლოვა საკურთხეველს და თითქმის მიაბა საკურთხევლის ბემას. აი ახლა ამ შემთხვევაში უკვე სამთავის ჯერ კიდევ აქვს 4-ვე გუმბათქვეშა ბურჯი. ამას უკვე აღარ აქვს. აი ნახეთ როგორ დაამოკლა სივრცე. ანუ ამას აქვს მხოლოდ 2 ბურჯი და 2 ბურჯი აღარ აქვს. ესე იგი გუმბათი ეყრდნობა ცალმხარეს ბურჯებს. ასე ვთქვათ, დასავლეთი კედლის დასავლეთი მხრის ბურჯებს და მეორე მხარეს აღმოსავლეთ მხარეს საკურთხევლის შვერილებს ეყრდნობა. საკურთხევლის შვერილებზე გადმოდის. აი ესეა. და შესაბამისად ეს სივრცის დამოკლება მოხდა აი ამიტომ. ეხლა უმაღლესი დონის მხატვრობაა ნამდვილად აქ წარმოდგენილი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, ნართექსის მოხატულობა, ნართექსი დასავლეთის მხარის გრძელ სათავს ნიშნავს, ანუ დასავლეთის შემოსავლთან გრძელი სათავსი, ეკვდერი არ არის, ეკვდერში წირვალოცვა შეიძლება ჩატარდეს, ნართექსი ეს არის მხოლოდ სათავსი, სათავსში კარიბჭე სათავსიც შეიძლება იყოს. ნართექსში არსებული მოხატულობა არის ცოტა უფრო ოდნავ გვიანი პერიოდის, სულ ცოტა უფრო გვიანი პერიოდის და ძალიან კარგად ხოთაშორის განირჩევა ხელი. აი იმის და ამის ის არის გაცილებით უფრო ხისტი მოხატულობა, ვიდრე ეს ძირითადი ტაძრის, ასე ვთქვათ, მოხატულობა. ეხლა რა ხდება? ზოგადად ყინწვისის კომპლექსი შეიცავს, ეს არის სამონასტრო კომპლექსი, ნამდვილად ეს არის უკვე ეპოქა და პერიოდი, როცა საქართველოში იწყება ტენდენცია, რომ დიდი ძლიერი ფეოდალები თავიანთ საფეოდალო მამულებში იგებენ თავის საძვალეებს, ფაქტობრივად თავისი საგვარეულო საძვალეებად იკეთებენ აი ამ მონასტრებს და ანუ და თანაც იმ ინტერიერებად, სადაც მათი ცხოვრების ბოლო პერიოდი ბერობაში აღესრულება. ამიტომ ეს ბევრად ჩამოუვარდება ასეთი ტიპის ტაძრები, როგორიც არის მაგალითად ყინწვისი, როგორიც არის ქვათახევი, როგორიც არის იკორტა, როგორიც არის ბეთანია, ბევრად ჩამოუვარდება საკათედრო მნიშვნელობის ტაძრებს თავისი, ვთქვათ, ფორმატით და თავისი სიდიდით. რა მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ყინწვისის კომპლექსში, ეს კომპლექსია, არქიტექტურული კომპლექსი და შედის რამოდენიმე ნაგებობა. მთავარი ნაგებობა არის აი ეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. და მას ძალიან კარგადაც ხვდებით, რომ ეს იმ თავითვე იქნებოდა წმინდა ნიკოლოზ და ზოგადად მღვდელმთავრების სახელობის, იმიტომ რომ უტრირებულად არის გამოსახული იმაში აფსიდში, კონქში ღვთისმშობელია, მაგრამ აფსიდში, ანუ საკურთხევლის აფსიდში უტრირებულად ბევრია მღვდელმთავრების გამოსახულება და არის წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებაც. შესაბამისად არის კიდევ აქ რამოდენიმე
მინიმ ეკლესია, იმიტომ რომ კომპლექსის შემადგენლობაში მარტო ეს ერთი ტაძარი არ არის პატარა მცირე ზომის ეკლესია, რომელიც დასავლეთიდან ადგას მას და გავალთ დავნახავთ, ის არის პატარა 5-4-ზე ზომების, რაღაც უახლოვდება და დარბაზულია ფაქტობრივად, რაც უახლოვდება კვადრატს თავისი ზომებით და უსწორმასწორო გადახურვა აქვს, შეიძლება ვერ შევიდეთ, მგონი ღია არ არის, მაგრამ ისე გეტყვით, უსწორმასწორო გადახურვა აქვს პატარა აფსიდა, მაგრამ თვითონ აფსიდაც ძალიან არასწორია, მოუხერხებელი, უსწორმასწორო და შესაბამისად აფსიდისა და ცენტრალური ნაწილის გადახურვა უერთდება გვერდით ნაწილებს და რაღაც ძალიან მოუხერხებელია და ძალიან ვთქვათ დარღვეულია არქიტექტურული ფორმები იქ. არის მეორე ეკლესია კიდევ, ანუ მესამე ეკლესია, ეს ერთი, მეორე აქეთ პატარა და მესამე ეკლესია, რომელიც ზემის ხეობის პირას დგას. აქვე არის აქედან 30-ოდე მეტრის მოშორებით, ამავე ეზოში, ამავე კომპლექსის ეზოში, ღვთისმშობლის სახელობის არის ერთი პატარა დარბაზული ეკლესია, ძალიან ლამაზი, შიდა მოხატულობით, მოხატულობა დაზიანებული არის, ზოგადად მთლიანად იყო მოხატული, არის ნაწილობრივი მოხატულობა გადარჩენილი, მაგრამ მოხატულობა დაზიანებულია. უფრო გვიანი პერიოდის არის, უფრო გვიანი პერიოდის. ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა, აქ ლაპარაკი იყო აფრებზე და ტრომპების გადასვლაზე, გადაყვანაზე, სუფთა არქიტექტურული, ასე ვთქვათ, საკითხს შევეხები, კონკრეტულად ეს არქიტექტურული ფორმატის საკითხს. აი ამ შემთხვევაში, აი აქ და ისევე როგორც სამთავისში, ჩვენ აფრებით გადაყვანა გქონდა, გვაქვს ვთქვათ სახეზე, იმიტომ რომ ტრომპებით გადაყვანა, ტრომპი ცოტა სხვანაირი ფორმის, ასე ვთქვათ, არქიტექტურული დეტალია, რომელსაც გუმბათქრეშა კვადრატი, ანუ ეს ქვედა სივრცე, გუმბათის ქვედა სივრცე, ნელ-ნელა, ანუ სივრცეშიც კი წარმოიდგინეთ არქიტექტორი ტრიალებს იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიაღწიოს კვადრატის, ანუ კვადრატული სივრცის წრეზე გადაყვანას. აი ეს ეს კვადრატული სივრცე როგორც დედამიწა, ასოცირდება აინასთან, მიწასთან და გუმბათი ზეცასთან. აი გადაყვანა ხდება აფრებით, ანუ რაღაცა ეტალებს და შემოიტანოს არქიტექტურა. მისი საშუალებით ძალიან ადვილად არის საერთოდ ყველაზე რთული არის. ტაძრის აგებაში ყველაზე რთული არის გუმბათური აგებაში 4 კვადრატული სივრციდან წრეზე გადაყვანა. გადაყვანს აფრების საშუალებით, აი 4 აფრა, ეს პაუზას ეცვლა კაპიტალ აფრა. Mama sadacesa, das minda sasusa, asta maradis da ukuniti, ukunisamdeami. Olats minda osameva oshevitsvareche, uvalogin senda vilkine tsodata chentaga. Neupeo sheglinde ushuloebani chveni, Sindao moichile da gankumen utzurebani chveni, Sacheli sasheni safris. Upalo shevitzvalen, upalo shevitzvalen, upalo shevitzvalen. Videva mama sadacesa, das minda sasusa, asta maradiza ukuniti, ukunisamdeami. Mama uchena romeli katsata shenets mida ikan sakeli sheni, ovedin sukava sheni ornevasheni, mitatsata sheni egretsa ganasazida, ori chveni asudi, ovi chveni koza momidaren chveni tananadevni chveni. Utatana sule mukamandotasa. Susamonisa shenisa sanganusvene matzvova Shechar meti romelish tache jojocheta Dadachsen samovani shesvene gutani Atsa ganusvene kristel meto Susamonisa mishenisa sa Atzda maradis da ukuniti Ukunisamdeami Shen cholo ubitzo da uksnelo kaltulo Romel mashel meti choches muri Ma sevedre ratats chonosuli amisi
წყალენ ჩვენ ღმერთო დიდითაც წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული ამისი სადაც ამართავნი განისვენებენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ ალოელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომას ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეუხებითა ყოლად უხსნელისა დედისათვის ისათა წმინდათა დიდებულთა და ყოლად ხებულთა მოციქულთა წმინდათა დიდებულთა და მკეთილად მძლეთა მოწამეთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმინდათა მისთათა სული ჩვენ გამიცვალებული სამონისათვისა არქიმანდრიტისა შიოსი საყოფელსა მართლათალსა დააწესოს წიაღთა შინ აბრაამისთან განუსვენოს და ჩვენ შეგვიწყალნეს ვითარცა სახიერ ხარ და ამინ სანატრ საშნა დაზდემისა სასაუკუნო განსხვავება იმადლე უფალო მიცვალებულ სამონა სამუშესა არქიმანდრიტსა შიოსა და მიეცმა საუკუნო ხსენება როგორც უკვე ითქვა აქ განსაკუთრებულად უყვარდა მეუღე იობს და მართლაც გამოჩვეული პიროვნებაა ღვთისაგან და ასე ახალგაზრდა წაეყოლა უფალმა თავისთან გამერჩეოდა თავისი სულიერობით, თავისი წიგნობრული ნიჭით და აი მართლაც ეთავ ყავს ნახი მეოფიობის მსახურებისას და მას ჰქონდა დიდი სურვილი ყოველთვის ევედრებოდა ხოლმე მეოფიობს რომ უფრო მეტი ღვაწლი ეტვირთა მას მე ესე მახსოვს რომ მამა და განდგილობის და ასე შემდეგ ესეთი საფრთხო შურით იყო და ასეთი სულისკვეთებით იყო განწყობილი ღვთისადმი და აი მეთქმა შეიწირა მისი შინაგანი ასეთი ტოლო ღვთისაკენ და აი წაიყვანა და ჩვენ ახლა განავიხატეთ მის ნაწილებთან პანაშვიდ ღმერთმა აცხონოს მისი სული